მართლმადიდებელი მრევლი დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა დილიდან სამებაში აღევლინება. ლიტურგიას კათოლიკოს პატრიარქი ატარებს. საკათედრო ტაძრის შუაგულში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარია დაბრძანებული და მისი მოლოცვის საშუალება ნებისმიერ მსურველს აქვს. სიწმინდეს სამებაში სიონიდან გადააბრძინეს. ნინოობა დღეს უწმინდესი და უნეტარესი 500 ბავშვის ნათლიაც გახდება. ლევან ჩხაიძე ესწრება სადღესასწაულო წირვას, რომელსაც ახლა სამებიდან პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. ლევან, რა ხდება ამ წუთებში ტაძარში? ამ წუთებში მიმდინარეობს საზეიმო წირვა, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ასრულებს. ტაძარში შეკრებილია მრევლი, მათ აქვთ იშვიათი შემთხვევა არის დღეს, როდესაც გადმობრძანებულია სამების ტაძრის შუაგულში წმინდა ნინოს მეოთხე საუკუნის ჯვარი. სწორედ ამ ჯვარით შემოვიდა წმინდა ნინო საქართველოში და ქართველთა განმანათლებელმა იქადაგა საქართველოში ქრისტიანობა. 326 წელს კი უკვე ქრისტიანობა გამოცხადდა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად. მრევლი პატივისცემს მიდის და ემთხვევა სწორედ ამ ჯვარს და ტაძარში არის ძალიან სასიამოვნო სურნელი, როგორც მღვდელმთავრებმა განაცხადა ჩვენთან საუბარში, ეს სწორედ ამ ჯვარის სურნელი არის. სიონის საკათედრო ტაძრიდან ამობრძანებული არის წმინდა ნინოს ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში და ეს ჯვარი სასწაულთ მოქმედი ჯვარი, რომელიც სურნელობას გამოაფრქვევს დღესაც, აი დღევანდელ დღეს და უდიდესი ზეიმი არის მართლმადიდებლებისა. ეს მნიშვნელობა დღევანდელი დღის მსახურების არის ერის გაერთიანებისათვის და ერის სიყვარულისათვის. მე მეორე თვე ჩემ ცხოვრების განმავლობაში წმინდა ნინოს ჯვარს და ყოველს ვუსურვებ ამ მადლის გამოცდას, ამ ემოციის გამოცდას. ღმერთმა ყველა ბედნიერი და ჯანმრთელი ამყოფოს, წყალობა მიიღოთ უფლისგან და წმინდა ნინოსგან. არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული, იმიტომ რომ საქართველოს განმანათლებლების დღესასწაული არის წმინდა ნინოს ხსენების დღე და ყველა ქართველს ულოცავ შეგვეწიოს მთელ საქართველოს ჩვენი განმანათლებელი წმინდა ნინო. ეს არის ერისთვის განსაკუთრებული დღესასწაული ნინაობა და როგორც განსაკუთრებული დღესასწაულია გეორგობა. ეს ორი შესანიშნავი რაღაც განსაკუთრებული დღესასწაული ყოველთვის არის ქართველი ერის იმედი და ქართველი ერის ერთიანობის განსაკუთრებული სიყვარული. სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა დასრულდება 1 საათში და შემდეგ უკვე პატრიარქი მიმართავს მრევლს. დღეს კი უკვე 16 საათზე საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გამართავს მორიგს მეათე რიგით საჯარო ნათლობას და 500 ბავშვი ჩვილი გახდება კიდევ მისი ნათლული.